გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 54 კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. დავით სონღულაშვილმა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოტენციალზე საუბრისას ყურადღება ქართულ ღვინოზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია როგორც მსოფლიოში აღიარებულ ღვინის სამშობლოს, ასევე ღვინის წარმოების 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციით. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო ვერ შეეჯიბრება სოფლის მეურნეობის კუთხით მასიური წარმოების ქვეყნებს, ამიტომ ხელისუფლების სტრატეგია ნიშური და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება. მონაწილეობას ვიღებთ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კონფერენციაზე, რომელიც რომში მიმდინარეობს. მონაწილეობას იღებს 200-მდე ქვეყნის მაღალი და თანამდებობის ფორუმი, განსაკუთრებულად აღსანიშნავი არის თემატიკა, რომელსაც ეს კონფერენცია მოეძღვნა, სასურსათო და სოფლის მეურნეობის სისტემები, რომელიც აღსანიშნავი არის და გასათვალისწინებელი არის, რომ სულ თანხმედრაში არის იმპორტებასა და ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. კიდევ ერთხელ ხაზი გაეცვა და აღინიშნა ჩვენს პარტიულ თანამშრომლ ურთიერთობას ფაოსთან და სულ თანხმედრას იმ საომარ გეგმებთან